საღამომშვიდობეს, ძვირფასო მეგობრებო, მე მგონი ლაივში ვარ. ჯერჯერობით ვერ გხედავთ. იმედი მაქვს, რომ შემომიერთდებით და სანამ შემომიერთდებით, ვიტყვი, რომ დღეს 2025 წლის 21 თებერვალია. თარიღს ვამბობ მათთვის, ვინც შემდეგ ჩანაწერში ნახავს ამ ლაივს, რადგან ზოგჯერ პირდაპირის განცდა სტოვებს ხოლმე და ამიტომ მინდა რომ თარიღი იყოს დაფიქსირებული. წინა ლაივზე ძალიან ბევრი დადებითი გამოხმაურება მქონდა. ძალიან ბევრმა ადამიანმა მომწერა, რომ სასარგებლო რჩევები იყო მათთვის გაზიარებული და ამიტომ გადავწყვიტე შემდეგი ლაივიც გავაკეთო. ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი გამომწერი მოემატა ჩემს გვერდს და მათთვის, ვინც არ მიცნობს, ვიტყვი, რომ მე ვარ ირმა მარკოზაშვილი, ინგლისური ენის მასწავლებელი და მასწავლებლების ტრენერი. თუ თქვენ ახლა მხედავთ მე და ჩანვარ და გესმით ჩემი ხმა, ძალიან გთხოვთ კომენტარებში დამიწეროთ ან საღამომშვიდობის, ან უბრალოდ რაიმე სმაილი გამომიგზავნოთ და ასევე გთხოვთ მოიწონოთ ლაივი, რომ Facebook-მა უფრო მეტ ადამიანს აჩვენოს, რომ ლაივში ვარ. პირველი რამდენიმე ადამიანიც გამოჩნდა, ძალიან მიხარია, თქვენ ალბათ ჩემი გამომწერები ან მოსწავლეები ხართ, მიხარია თქვენთან შეხვედრა. მოკლედ სურს რომ ჩემი გვერდი უფრო მეტად აქტიური გავხადო, უფრო მეტად სასარგებლო გავხადო თქვენთვის და ის რაცაც თქვათ კონკრეტულად ან დახურულ ტრენინგებზე ვუზიარებ ადამიანებს ან გაკვეთილების დროს ვუზიარებ ჩემს მოსწავლებს, უფრო ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი რომ გავხადო და ამიტომ გადავწყვიტე მოკლედ ასეთი ლაივების სერიის გაკეთება. საინტერესო არის თქვენ საიდან მერთვებით, საიდან მიყურებთ. მე თბილისში ვარ ამჟამად. საღამომშვიდობის ნათია, მიხარია თქვენი დანახვა. სალომე, მოგესალმებით, გხედავთ. მიხარია ასევე თქვენი აქ გამოჩენა. დღეს ძალიან საინტერესო და ვფიქრობ სუპერ პრობლემურ საკითხზე ვისაუბრებ და ეს არის ეგრეთ წოდებული ენის ბარიერი. ანუ რატომ გვაქვს ეს ენის ბარიერი. თუმცა სანამ კონკრეტულად ამ საკითხზე გადავალ, ვიტყვი რომ მე აქ ვაზიარებ მხოლოდ ჩემს გამოცდილებას და ცოდნას და ყველაფერი, რასაც ვამბობ, რა თქმა უნდა, ადამიანები ყველაფერში ვერ დამეთანხმებიან. ამიტომ თუ თქვენ რაიმე საწინააღმდეგო აზრი გაქვთ ან გაგიჩნდებათ სურვილი, რომ შემეკამათოთ, სიამოვნებით, მოკლედ დაწერეთ კომენტარებში, ასევე თუ თქვენც ასევე ფიქრობთ და დამიწერთ კომენტარებში, რომ იგივე აზრი გაქვთ, ამასაც ძალიან მივესალმები და გამიხარდება. მოკლედ, სანამ დღევანდელ თემაზე გადავალ, ვიტყვი, რომ დიდი ხანია ვასწავლი ინგლისურ ენას, ალბათ 23 წელზე მეტია, ასევე მაქვს დიდი გამოცდილება მასწავლებლების ტრენინგების ჩატარების, როგორც ინგლისურ ენაში, ასევე მეთოდიკასა და ფსიქოლოგიაში და მოკლედ ჩემი ყველაზე საყვარელი თემა და საკითხი არის მეთოდიკა. და ალბათ ეს ძლიერი მხარეც მეხმარება, რომ ადვილად შევარჩიო სწორად მოსწავლეებისთვის პროგრამა, მეთოდები, მიდგომა, შევცვალო თუ საჭიროება მოითხოვს და ასე შემდეგ. და დღევანდელი თემაც უკავშირდება გარკვეულწილად ფსიქოლოგიურ ნაწილსაც ეგრეთ წოდებული ენობრივი ბარიერის და ეგრეთ წოდებული ასე ეძახიან ხოლმე ლაპარაკის კომპლექსი. ანუ უცხო ენაზე ადამიანი სწავლობს ძალიან ბევრ ესე იგი ცოდნას, ფაქტობრივ ცოდნას იძლევის და საბოლოო ჯამში, როდესაც კონკრეტული ფაქტის წინაშე დადგება, ხშირად უჭირთ ხოლმე კომუნიკაციის დამყარება და საინტერესოა თქვენ თვითონ უცხო ენაზე თუ საუბრობთ ან მოგიწიათ საუბარმა სადმე, როგორ შეფასებდით თქვენს თავს, რამდენად თავდაჯერებული ხართ, თქვათ 1-დან 10 ბალიან სკალაზე, როგორ შეაფასებდით, გამიხარდება თუ კომენტარებში გამიზიარებთ თქვენს გამოცდილებას. სხვა მსმენელებიც დამემატნენ, ვხედავ ჩემს მეგობარს ელისო, გამარჯობა, მოგესალმები, აქედან მიხარია რომ აქ ხარ. და მოკლედ თქვენ თავს როგორ შეაფასებდით უცხო ენაზე საუბრისას. შესაძლოა ინგლისური ენა არ იყოს ეს და სხვა ენაც იყოს. ძალიან ბევრი გამომწერი არის ჩემს გვერდზე, რომლებიც სხვა ენას სწავლობენ ან ასწავლიან და აქედან გამომდინარე
არ ვიტყვი რომ მხოლოდ ინგლისურ ენაზე ვსაუბრობ. და გადავალ პირდაპირ საკითხზე, რომ დიდხანს არ გავწელო მოკლედ და გეტყვით, რომ უცხო ენაზე საუბრისას ორი ფაქტორი არის, როდესაც ადამიანს უჭირს ან ნერვიულობს, ან განიცდის თქვათ უცხო ენაზე საუბრისას, ანუ აქვს ესეთი განცდები. ერთი ფაქტორი ეს არის ფსიქოლოგიური ფაქტორი, გარკვეული შიშის გზნობა და ზოგჯერ ეგრეთ წოდებული მსხვერპლის როლში დგება ხოლმე ადამიანი, რომ აი მე არ შემიძლია, მე ვერ ვიტყვი, მე არასაკმარისად ვიცი ინგლისური ან სხვა უცხო ენა და ანუ მოკლედ ერთი არის ფსიქოლოგიური მომენტი და მეორე არის ცოდნის დეფიციტი, ანუ არასაკმარისი ცოდნა და პრაქტიკის ნაკლებობა. ფსიქოლოგიური მომენტი კიდევ უფრო ალბათ დაძლევადი არის თუ კი მეორე კომპონენტში, ანუ ცოდნის, ანუ პრაქტიკის თუ კი ადამიანია, მოკლედ მარტივად რომ თქვა, თუ კი ადამიანი თავის ცოდნას შეავსებს, ანუ ბევრს ცოდნას მიიღებს გარკვეულწილად კარგი საფუძველი ექნება, მაშინ მას ნაკლებად ექნება ღელვა და შიში. ანუ საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს ღელვა და შიში, რომელიც ასეთი ნაცნობი არის ადამიანებისთვის, რომლებიც უცხო ენაზე საუბარს იწყებენ. ერთი იქიდან მოდის, რომ ჩვენ ძალიან გვეშინია შეცდომის, რადგან ჩვენ საზოგადოებაში შეცდომის დაშვება ძალიან განიკითხება, ასე ვთქვათ, და ადამიანები განწყობილნი არიან თავიანთ თავის მიმართ თვითკრიტიკულად. ანუ თვითკრიტიკა ჩვენში ძალიან მაღალია. განსაკუთრებით თუ თქვენ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, ხართ საუკეთესო ექიმი, იურისტი, ხართ საუკეთესო შესაძლოა ბუღალტერი და როდესაც თქვენს პროფესიაში ხართ საუკეთესო და იქ ძალიან ესე იგი ბევრს თხოვთ თქვენს თავს, ეს პერფექციონიზმი ხშირად გადმოდის ხოლმე უცხო ენასთან მიმართებაშიც და იწვევს ამ ენის ბარიერს, რომ აქაც ადამიანები თავიანთ თავს სთხოვენ იგივე დოზის პროფესიონალიზმს, როგორებიც არიან თავიანთ პროფესიაში, რაშიც უამრავი წელი დახარჯეს და საათი დახარჯეს. წინა ლაივი თუ მოусმინეთ ჩემ გვერდზე, ზუსტად ამ საათებზე ვსაუბრობდი, რომ რამდენად ბევრი საათია საჭირო ინგლისურ ენაში, რომ დახარჯოს, ანუ მარტო ინგლისურ ენაში არა, უცხო ენაში, რომ დახარჯოს ადამიანმა, იმისათვის, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს და ის დონეები გაიაროს და სრულყოფილ ცოდნამდე მივიდეს და დარწმუნებული ვარ, ვიდრე მაშინ ვასახელებდი, შეგიძლიათ იხილოთ ჩემი წინა ლაივი, გვერდზე გამოქვეყნებულია, ვიდრე მაშინ ვასახელებდი იმ საათებს, დარწმუნებული ვარ და ასეც არის, რომ თქვენს პროფესიაში დახარჯეთ შეიძლება 5-ჯერ და 10-ჯერ მეტი საათიც, ზუსტად ახლა მათემატიკურ გამოანგარიშებას მე აქედან ვერ გავაკეთებ, მაგრამ ცხადია და ეს აშკარაა, რომ ადამიანები, რომლებიც დასრულები არიან და მაშინ იწყებენ ინგლისური ენის სწავლას, ან სწავლობდნენ ადრე და მაშინ სჭირდებათ ინგლისურ ენაში, ასე ვთქვათ, დაპროფესიონალება, ადარებენ ხშირად თავიანთ თავს, თავიანთ პროფესიას და ასეთ სრულყოფილებას, რა თქმა უნდა, როგორც პროფესიაში ხართ, დიდი დრო დაჭირდება, რომ ინგლისურში მიაღწიოთ და სანამ არ მიაღწევთ ამას, მანამდე ხომ არ დაელოდებით, რომ არაფერი თქვათ. ამიტომ მე ყოველთვის ვემხრობი და ჩემს გაკვეთილებზეც, რომ მოდიან იმ გაკვეთილის ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობ, რომ მაშინვე დავაწყებინო საუბარი და ასეც არის, რომ გაკვეთილები ისე აწყობილი, რომ პირველივე გაკვეთილიდან მინიმალური ცოდნის ბაზაზე შესაძლებელი არის მოკლედ გაკვეთილის განმავლობაში მუდმივი საუბარი. და უკვე აქ მივედი შემდეგ საკითხამდე ცოდნის და ფსიქოლოგიური ანუ ფაქტობრივი ცოდნის არ ქონა, ნაკლები საათების დახარჯვა ვთქვათ იგივე ვარჯიში უცხო ენის შესწავლისას და ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელიც გამოწვეული არის თუნდაც თქვენი პროფესიასთან შედარების კუთხით, ეს ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს და კიდევ ერთი არის პრაქტიკის ნაკლებობა.
დამეთანხმებით, რომ სასწავლო პროცესი ხშირად არის ხოლმე უფრო თეორიულ ნაწილზე დაყრდნობილი, ვიდრე პრაქტიკულ ნაწილზე. შესაბამისად, შეიძლება სხვა საგნებში ეს ძალიან ამართლებდეს და საჭიროც იყოს. მაგალითად, ისტორიას თუ სწავლობს ადამიანი, იქაც ალბათ არის რაღაც პრაქტიკული დავალებები, მაგრამ ის უცხოენის სწავლას ვერ შევადარებ, ანუ აქ სულ სხვა პრაქტიკა არის საჭირო. ანუ უცხოენის შემსწავლელმა უნდა მიიღოს რეალური ცხოვრებისეული პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, ფაქტობრივად, როდესაც გაკვეთილებს ესწრებიან შემსწავლელები, ნაკლები პრაქტიკის ნაკლებობა, ამის თქმა მინდა, მე ბევრი თეორია არის, მე არ გულისხმობ თეორიაში გრამატიკულ წესებს მხოლოდ, არამედ თუნდაც ტექსტის წაკითხვა და გადათარგმნა, კი არის ეს ვარჯიში, მაგრამ პრაქტიკის ნაკლებობაში გულისხმობ საუბრის პრაქტიკის ნაკლებობას, ამასაც დავაზუსტებ სხვა შემთხვევაში ალბათ ჩემი წინააღმდეგებით და მეტყვით, რომ თქვა თუ ვკითხულობ ტექსტს თარგმნით თუ გრამატიკულ სავარჯიშოებს ვასრულებ, ეს ხომ არის პრაქტიკა, დიახ არის, მაგრამ აქ საუბარია უცხო ენაზე საუბრის პრაქტიკის ნაკლებობა. და პრაქტიკის ნაკლებობა, ეს ნაკლებობის პრობლემის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით, რომ მასწავლებელმა უბრალოდ უნდა შეცვალოს გაკვეთილის მსვლელობა და მთლიანად, ესე იგი, თავისი როლი შედარებით შეამციროს გაკვეთილზე და უფრო მეტი როლი მიანიჭოს მოსწავლეს ან სტუდენტს. ანუ ეს როგორ იქნება? ეს მასწავლებელი არის ამ შემთხვევაში უფრო მენტორი, ფასილიტატორი, დამხმარე, ის აწვდის მასალას, აწვდის ზეპირი მეტყველების სავარჯიშოებს და შემდეგ უკვე მოსწავლე თვითონ აკეთებს ამ სავარჯიშოებს ზეპირ მეტყველებაში. რა თქმა უნდა, აქ ინტერაქციაც იგულისხმება და ეს არ გამოირიცხება, თუნდაც დიალოგის სახით, კითხვა-პასუხის რეჟიმში, მაგრამ არსებობს კიდე სხვა ტიპის სავარჯიშოებიც, რომელიც გონებას ამუშავებს ისე, რომ მომართავს უცხო ენაზე საუბრისკენ. და ახლა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმდენი დრო, რამდენიც შემსწავლელებმა დაუთმეს წერას, დაუთმეს კითხვას, დაუთმეს ტექსტის დამუშავებას, გადათარგმნას იგივე ვიტყვი, დაუთმეს გრამატიკული სავარჯიშოების შესრულებას, როგორც ზეპირად შეიძლება ასევე წერით, ან ძირითადად წერით, ალბათ დამეთანხმებით, რომ გრამატიკულ სავარჯიშოებს, როდესაც სწავლობთ უცხო ენას, წერთ როულში, ან ავსებთ რაღაც არა, მნიშვნელოვანია იმ მომენტისთვის ტესტებს, მაგრამ თუ მიზანი საუბრის უნარის განვითარება არის, როდესაც ასეთი ტიპის კურსზე მიდიხართ, ან არ გაქვთ პრაქტიკა და გინდათ, რომ პრაქტიკის ნაკლებობის დეფიციტი შეივსოთ, მაშინ უკვე ისევ გრამატიკულ სავარჯიშოებზე ვარჯიშით ვერ დაიძლება ეს პრობლემა, რომ თქვათ შეძლოთ ინგლისურად აზრის ჩამოყალიბება ზეპირ მეტყველებაში. ანუ ახლა მივედი კიდევ ერთ საკითხამდე, რომელსაც ძალიან ხშირად გაიგონებთ, როგორც მასწავლებლები, ასევე ენის შემსწავლელები, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ქართულად არ უნდა იაზროვნო, უნდა იაზროვნო და იფიქრო ინგლისურად, რომ შეძლო საუბარიო. და ძალიან ბევრ შემსწავლელს ჩემთვის უთქვამს, რომ ასე რომ ამბობენო, ცოტა შეშინებული ვარ იმ მხრივ, რომ მე როგორ უნდა ვიაზროვნო ინგლისურად, როცა ქართველი ვარ. და აბსოლუტურად მეც ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რომ აზროვნების პროცესი ვერ იქნება უცხო ენაზე. აზროვნების პროცესი უცხო ენაზე შესაძლებელია იყოს, ანუ ორივე ენაზე, მშობლიურზე და უცხო ენაზე, თუ უცხო ენა მშობლიურს უტოლდება იმ შემთხვევაში, რომ თქვათ ადამიანი შეიძლება კი ქართველია, დაიბადა საქართველოში, მაგრამ ბავშვობაშივე წავიდა თქვათ უცხოეთში, ან ინგლისში, ან ამერიკაში, ან სხვა ინგლისურენოვან ქვეყანაში და იქ ესე იგი გაიზარდა და ქართულიც იცის, ანუ როდესაც უტოლდება უცხო ენა მშობლიურ ენას, იმ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ადამიანმა იაზროვნოს ალბათ უცხო ენაზე და
უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ პრაქტიკის და ვარჯიშის შედეგად გონება ისე ვარჯიშდება, რომ ის აზრები, რომლებიც წარმოიქმნება ქართულ ენაზე, ან მშობლიურ ენაზე, შეიძლება სხვა ერის იყოს ადამიანი, იმდენად სწრაფად გადადის მეორე ენაში, ანუ თარგმანს ვეძახით, მაგრამ ახლა ვიტყვი, არ ითარგმნება ალბათ, დიახ, მაგრამ ანუ იმდენად სწრაფად ხდება ეს როტაციის პროცესი ვარჯიშის და პრაქტიკის შედეგად, რომ უკვე ადამიანი ვეღარ ეს ფიქრის ის რა ქვია დრო იკლებს და ისეთი შეგრძნება ეუფლება ადამიანს, რომ თითქოს უცხო ენაზე დაიწყო ფიქრი. და ზუსტად ასე ესე იგი მეუბნებიან, რომ რეალობაში ადამიანებს, ვინც თუნდაც სკოლის ასაკშიც სწავლობდა და უბრალოდ იქ მუდმივი შეხება არ აქვს და სრულიად ენობრივ გარემოში არ არის, დიდი ხანს ნაცხოვრები, არ ვიცი როგორ შეძლებს იფიქროს უცხო ენაზე. ანუ აზროვნებ და ფიქრობ ქართულ ენაზე, ამ შემთხვევაში მშობლიურ ენაზეც ვიტყვი, მაგრამ რაღაც პროცესი მიმდინარეობს პრაქტიკის შედეგად, ანუ როგორც ვარჯიშის დროს კუნთი ისე მუშავდება, რომ მე ძლიერდება, ასე მუშავდება გონებაში ეს კუნთი, ალბათ ჭყალებში ვიტყვი და შემდეგ უკვე ძალიან სწრაფად შეუძლია რეაგირება იმ აზრებზე, რომელი აზრიც მოსდის ადამიანს მშობლიურ ენაზე და ამბობს შემდეგ უცხო ენაზე. და ამისათვის საჭიროა, რა თქმა უნდა, გარკვეული პრაქტიკული სავარჯიშოები და ეს პრაქტიკული სავარჯიშოები მეთოდოლოგიურად სწორად უნდა იყოს გაწერილი ისე რომ მოსწავლე იყოს გაკვეთილზე აქტიურად ჩართული და აი ეს გონებრივი პროცესი მუდმივად მიმდინარეობდეს. მოკლედ, თან პარალელურად წავიკითხავ კომენტარებს ხოლმე, გვანცა მოგესალმები, ესე იგი, ნიცა გამარჯობა, ჩემი საყვარელი ირმა მასწიო, მიხარია თქვენთან რომ ვარო. მე ძალიან მიხარია ნიცა, ძალიან მიხარია. ესე იგი, ახლა ამ პროცესში თუ გაგიჩნდათ რაიმე კითხვები და დამწერთ გამიხარდება, ან ნებისმიერ შეიძლება ზუსტად პირდაპირ დღევანდელ თემას არ უკავშირდებოდეს, მაგრამ ისე ფიქრობდით, რომ ეს ანუ ზოგჯერ არის ადამიანს რომ გარკვეული კითხვა ებადება, მაგრამ პასუხს ვერ პოულობს, თუ გაგიჩნდებათ ეს კითხვები, დამწერთ, მე ვხედავ კომენტარებს და მე პარალელურად განსაკუთრებით ბოლოსკენ სიამოვნებით ვუპასუხებ თქვენს კითხვებს. კარგით, გავაგრძელებ. დიახ, ჩემ კოლეგას იას ვხედავ, მოგესალმები ია. და საინტერესოა თქვენი კომენტარი და ჩემთვის მნიშვნელოვანი. ქართველი მოსწავლე ხშირ შემთხვევაში ნასწავლ სიტყვის მარაგს ალბათ მარაგს არ იყენებს და ცდილობს თქვას ის სიტყვა, რაც არ იცის. ეს აფერხებს მეტყველების დროს გაბმულ მეტყველებას. ამიტომ ჯობს იფიქრობს იმ სიტყვებზე, რაც იცის და გამოიყენოსო ამბობს. აბსოლუტურად გეთანხმებით, ჩვენი აზრები ხშირად ემთხვევა ხოლმე და მოსაზრებები, თქვენ სხვა დროსაც გაგიზიარებიათ თქვენი მოსაზრებები და ნამდვილად გეთანხმებით და რაშია საქმე იცით? გონიათ რომ რაც უფრო დიახ, ანუ ახლა აქ ავიწყდებათ მთავარი, ეს არის ენის მთავარი დანიშნულება, რომ ენა არის კომუნიკაციის საშუალება და ერთი არის მე გაპრანჭულად და მრავალფეროვნად ვსაუბრობდე, ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ მე ის მაფერხებს და ვერ ვხვდები იმ ზეპირი მეტყველების დინებაში, რომ გაბმულად ვიმეტყველო და გადმოვცე მოსაზრებები, ახლა ქართულადაც ძნელია, აი მაგალითად ახლა მე ასე პირველ ეთერში რომ ვზივარ და გაბმულად უნდა ვისაუბროთ საკითხზე, ისე რომ არ გავჩერდე და არც არაფერი წავიკითხო, რა თქმა უნდა ეს რთულია, თან გონებაში წარმოიქმნება აზრი, თან უნდა გადმოსცე, თან დაალაგო, თან სწორად შეარჩიო სიტყვები, ეს ყველაფერი რთული პროცესია მშობლიურ ენაზეც და უცხო ენაზე მით უმეტეს. ამიტომაც მაშინ როცა ერთი სიტყვა მოსდით აზრად და იმას არ იყენებენ და მეორეს ეძებენ ან მესამეს ეძებენ, ეს აფერხებს შემდეგ მათ მეტყველებას. სწავლისას, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანი უნდა იყოს სასწავლო მასალა,
უნდა სწავლობდნენ სინონიმებსაც, ანტონიმებსაც, სხვადასხვა ფრაზულ ზნებსაც და ყველაფერს, რაც უცხო ენის სწავლებისას ისწავლება, მაგრამ თუ მეტყველების დროს ასეთ სიტუაციაში ვარდება ადამიანი, რომ ვეღარ იგონებს იმ ნასწავლ მრავალფეროვან ლექსიკას, მაშინ შესაძლებელი არის, რომ თქვას ის, რაც მარტივია. ახლა გამახსენდა ერთი მოსწავლე, რომელიც საუბრისას ხშირად იყენებდა good, ანუ კარგი და იზახდა, რომ მე რომ good ვთქვიო, თქვენ რატომ არ შეცდომით ხომ არ ვამბობ და არ ამბობ შეცდომით, რატომ ამბობ good, კარგი, მშვენიერია თქო და არა სხვა რამეებს რომ არ ვიძახიო, სხვა შესატყვისებს, ვთქვათ excellent, wonderful, ან მსგავს რაღაცებს და ესეო ხომ არ შეიძლებაო რომ მარტივად ვთქვა good, უნდა ვთქვა სხვა სიტყვებიო და ზუსტად მაშინ მქონდა საუბარი აი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ თუ good გახსენდება, good უნდა თქვა, არ უნდა თქვა სხვა სიტყვა, იმიტომ რომ ამ დროს, როდესაც ზეპირად გადმოსცემ, მაშინ მთავარი არის აზრი გადმოსცე დალაგებულად და სწორად. თუ გამოცდაზე ხარ და რაღაც კონკრეტული დონის გამოცდას აბარებ, მაგალითად B2-ის გამოცდა ან C1-ის ან C2-ის გამოცდა, რა თქმა უნდა, იქ ამას შკალაზე დაითვლიან, შეგიფასებენ და იქ არ უნდა თქვა, მაგრამ რეალური ცხოვრება ხომ გამოცდა არ არის. აქედან გამომდინარე, ერთმანეთისგან უნდა გამიჯნოს ადამიანმა ეს საუბარი, მე ეს რეალური ცხოვრებისთვის მჭირდება, თუ გამოცდისთვის მჭირდება. თუ რეალური ცხოვრებისთვის მჭირდება და ჩემი მიზანი მეტყველების, უცხო ენაზე მეტყველების გაუმჯობესება და უნარის გამომუშავება, მაშინ, როდესაც ზეპირად ვმეტყველებ, იმას ვიტყვი, რაც მახსენდება. და კიდევ ამაში ბრალი მიუძღვის იმ უამრავ ესე იგი ვიდეოებს, რომელიც დევს სოციალურ ქსელში, სადაც ძალიან ბევრი ბლოგერი რომ ამოეწურათ სათქმელი აუდიტორიისთვის და ალბათ რაღაცა არის ხო ამოწურვადი, აქვთ ასეთი ტიპის ვიდეოები გადაღებული, don't say hello და say this. არ თქვა გამარჯობა, თქვი ეს. ან იგივე don't say good, say wonderful. არ თქვა ეს, თქვი ის. პირდაპირ ესე იგი ისეთი დარწმუნებით და ზუსტად და გაბრაზებული ტონით ამბობენ, რომ არ თქვაო, იმას კი არ ამბობენ, თუ ამას ამბობ, კიდევ არსებობს სხვა სინონიმი. ეს ხომ ვიდეო შეიძლება იყოს სხვა კუთხით ჩაწერილი, რომ თქვათ ამ ერთი სიტყვის უამრავი სინონიმი არსებობს. ეს ნიშნავს ყველა ამას, მაგრამ არა, ისინი ბრძანებული ტონით ამბობენ, არ თქვა ესო. აქედან გამომდინარე, ადამიანებს ისედაც აქვთ სირთულე გაბმულად მეტყველების უცხო ენაზე და უჩნდებათ ახალი პრობლემა, რომ აი ეს მთელი დღის განმავლობაში როცა სკროლავდა, სულ ესმოდა don't say this, say that და აქედან გამომდინარე ესიც ემატება, რომ აი ეს რაც თქვენ გააშკერეთია, რომ ესე იგი მარტივი სიტყვებით აღარ უნდათ საუბარი და სურთ საუბარი რთული სიტყვებით, რომლებიც არ ახსენდებათ. ახლა შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს კითხვა და კარგი იქნებოდა თუ დამიწერდით, მაშინ რაღაცომ არის საჭირო, ენა ხომ მრავალფეროვანია, რაღაცომ არის საჭირო ამდენი სინონიმი, ამდენი სხვადასხვა სიტყვა, თუნდაც ერთი და იგივე საგნის აღნიშნელი ან აღმწერელი. ეს სიტყვები ლექსიკურ მარაგში ძალიან კარგია რომ ჰქონდეს შემსწავლელს, იმიტომ რომ როდესაც ის თქვათ ტექსტს კითხულობს და ამის გაგება სურს იმ დროს, ტექსტის კითხვის დროს გონება ამოიცნობს ამ ნასწავლ სიტყვას და ის ეხმარება წერილობით ტექსტის შინაარსის გაგებაში. ასევე როდესაც თქვათ იმ თემატიკაზე უსმენს რაიმე საინტერესო მისთვის ვიდეოში გაჟღერებული ის სიტყვა მისთვის უკვე ნაცნობია, იქ როდესაც ისწავლა ეს სინონიმები და უკვე ადვილად ხვდება, რომ ეს სიტყვა არის და შინაარსის გაგებაში ხელი არ შეეშალა. ამისთვის აუცილებელი არის. და ანუ გამოდის, რომ ის სიტყვები, რომლებსაც ძალიან ხშირად ვიმეორებთ უცხო ენაზე, გადმოდის აქტიურ ლექსიკაში და ზეპირი მეტყველების დროს
ჩვეულებრივად და თავისუფლად შეგვიძლია მათი გამოყენება, ხოლო ის სიტყვები, რომლებიც ერთხელ ორჯერ ან თუნდაც 5 ჯერ შეგხვდა სადღაც, ის ვერ გადმოდის აქტიურ ლექსიკაში და რჩება პასიურ ლექსიკაში. და ეს პასიური ლექსიკაც საჭიროა, რადგანაც როდესაც სტატიას ვკითხულობ, ან ისე საინტერესო ინფორმაციას ვკითხულობ, ან რაიმე ამბავს ვკითხულობ, ან შეიძლება ადაპტირებულ წიგნს მხატვრული ლიტერატურიდან რაღაცას ვკითხულობ, რაც მაინტერესებს, ან ფილმის აღწერას ვკითხულობ, ან შეიძლება განცხადებას ვკითხულობ და რაიმე თი ვიყო დაინტერესებული და ონლაინ სივრცეში რაღაცის ყიდვა მინდოდეს და იმას ვკითხულობ და იქ რომ დავინახავ მე იმ სიტყვას, ის სიტყვა მახსენდება. ანუ პასიურ ლექსიკაში არის და როდესაც უკვე კონკრეტულად იმ ფაქტის წინაშე ვდგები, მახსენდება და ჭირდება მე ეს რომ მქონდეს პასიურ ლექსიკაშიც. გამოდის რომ შევაჯამო საჭიროა როგორც აქტიური ლექსიკა, თუნდაც მარტივი იყოს კომუნიკაციის დამყარებისთვის და საჭიროა პასიური ლექსიკაც, რომელიც სხვა მიზნებისთვისაც დამჭირდება, სხვა საჭიროებებისთვის და ამიტომ აუცილებელი არის მრავალფეროვანი შესწავლა, თუმცა თუ საუბრისას ვერ იყენებ იმ ყველა მასწავლს, აი ამაში კატასტროფა არ არის, ასე ვფიქრობ მე, ჩემი პირადი აზრია და საინტერესოა თქვენი მოსაზრებაც ამ მხრივ. დიახ, მე თან პარალელურად კომენტარებს წავიკითხავ, რაც მეტად, ესე იგი მოკლედ იაქტიურებთ, მე უფრო მეტად გამიხარდება, ასევე ვინც აქ მესწრებით, რომ მოწონების ღილაკს დააწვეთ, კარგი იქნება, რადგანაც ასე უფრო გააქტიურდება და ბევრ ადამიანს აჩვენებს ჩემს ამ ლაივს. ესე იგი, დიანა წერს, აი ესეთი ტიპის ვიდეოები როგორ უქმნის ადამიანს კომპლექსებს. არ თქვა ეს, თქვით ის და ადამიანს უკვე ეჭვი ეპარება თავის თავში, გეთანხმებით სრულიადო დიანა, მიხარია რომ თქვენც იგივეს ფიქრობთ და არავინ არ ლაპარაკობს ამაზე, რომ ეს არის საზიანო ვიდეოები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ლექსიკური მარაგის ქონა საზიანო ვერ იქნება, ფორმა არის საზიანო, როგორი ფორმითაც არის მოწოდებული ეს ვიდეოები, ძალიან დიდ ბარიერს უქმნის ისედაც კი ამ სირთულეში მყოფ ადამიანებს. მადლობა თქვენი აზრის გაზიარებისთვის და კომენტარისთვის. დიახ, მოკლედ, რომ შევაჯამოთ, ესე იგი, იმისათვის, რომ თავისუფლად ვიმეტყველოთ, უნდა გამოვიყენოთ ყველა ის მაქსიმალური მარაგი, რაც გვაქვს. ეს შეიძლება იყოს მინიმალური სიტყვები, მაგრამ თუ კი აზრის გადმოცემა შეგვიძლია, ესე იგი, ჩვენი მიზანი მიღწეულია. თუ სხვას ვაგებინებ რაღაცას უცხოენოვან ადამიანს, ხო? ესე იგი, მიზანი მიღწეულია იმ კონკრეტული მომენტისთვის. მაგრამ თუ კი ვთქვათ, ხო, კიდევ ერთი მომენტი მქონდა, ახლა გამახსენდა, როდესაც ესე იგი, ხშირად მეკითხებიან ხოლმე მოსწავლეები, აი ისევ იგივე თემატიკას მივუბრუნდი, რომ აი ეს მრავალფეროვანი მასწავლი სინონიმები საუბრის დროს არ მახსენდებაო და როგორ გავაკეთო, რომ გამახსენდესო და ერთ-ერთ მოსწავლეს ვკითხე, აი ჩვენ ყოველდღიურ ურთიერთობაში აი ახლაც თუნდაც მე თქვენ რომ გესაუბრებით, რა სიტყვებს ვიყენებ, ანუ ხომ არ ვიყენებ რაღაც ზეჭერმეტყველურ სიტყვებს, ჩვეულებრივი მარტივი ქართულით ვსაუბრობ და როდესაც ყოველდღიურობაშიც ვართ, თუნდაც სახლში, თუნდაც გზაში, თუნდაც კაფეში, თუნდაც არ ვიცი სამსახურში, ეს სფეროები ყოველდღიურობას სასაუბრო ინგლისური, ანუ საუბარი სადაც მიწევს რეალობაში, რეალურ ცხოვრებაში სადაც საუბარი მიწევს, იქ არ არის მჭერმეტყველური ის რა ქვია სიტუაციები, ანუ მე როდესაც ოჯახის წევრებს ვესაუბრები, ან თუნდაც მაღაზიაში გამყვედველს, იქ მე მჭერმეტყველურ სიტყვებს არ ვიყენებ ჩვეულებრივ სიტყვებს და ასე რომ თუ მიზანი არის საუბარი, მაშინ სასაუბრო ინგლისურში შესაძლებელი არის რომ მარტივ ლექსიკით ისაუბროს ადამიანმა და მაშინ მასაც ეს კითხვა დაუსვი. ნუ თუ თქვენ რეალურ საურთიერთობო სიტუაციებში ქართულად რაიმე ისეთ განსაკუთრებულ მჭერმეტყველურ სიტყვებს ეძებთ და იმას იყენებთ და ფიქრობთ, რომ ეს არ ვთქვა და ის ვთქვა, ეს არ ვთქვა და ის ვთქვა, თუ ის რაც გვახსენდება, იმას ვამბობთ.
დიახ, და მაშინ მე თქვა რომ რა თქმა უნდა ჩვეულებრივად საუბრობთ და არ ვიყენებთ ჭერმეტყველურ სიტყვებს და აქედან გამომდინარე და არც იმაზე არ ვფიქრობ რომ მე ახლა ჯერ რომ თქვი ამ წინადადებაში ლამაზი მეორე წინადადებაში აუცილებლად მშვენიერი უნდა ვთქვა. ასეთი ქართულში თუ მშობლიურში არ მაქვს ეს პრობლემა უცხოენაში რატო უნდა მქონდეს? აი ეს კითხვა ისმის და ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის, რადგანაც ამის გააზრება შესაძლოა ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმაროს იმაში, რომ გათავისუფლდეს ამ ესე იგი იმისგან ეგრეთ წოდებული კომპლექსისგან, ანუ რომ აღარ იფიქროს იმაზე თუ ახლა რამდენი სინონიმი დახარჯა და რამდენი ვერ გამოიყენა და რომ ისწავლა და არ იყენებს, ესე იგი ამის გამო დანაშაულის გრძნობა უნდა ჰქონდეს. ვფიქრობ რომ ამის გამო არ ღირს დანაშაულის გრძნობაზე საუბარი, რადგანაც მიზანი, კიდევ ერთხელ ვამბობ, საუბრის არის კომუნიკაციის დამყარება და თუ კომუნიკაციას ვამყარებ და ვაგებინებ ადამიანს და ისიც, რასაც მეუბნება მე ვიგებ, ესე იგი მე სწორად ვაკეთებ ყველაფერს და შემიძლია მშვიდად ვიყო. აი ეს არის კიდევ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლებელია ადამიანები აფერხებენ თავიანთ თავს უცხო ენაზე საუბრისას და წარმოექმნებათ კიდევ მასე ვიტყვი ეგრეთ წოდებული ლაპარაკის კომპლექსი. და კიდევ ერთი ფაქტი, რასაც ხშირად მეუბნებიან ხოლმე ჩემი შემსწავლელები, არის ის, რომ ამბობენ, რომ ქართველები თუ არიან იქო, უცხო ენაზე საუბარი არ მინდაო, ვჩუმდებიო, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში თუ ვიცი, რომ იმ ქართველმა ინგლისური არ იცის. ხოლო თუ უცხოელები არიანო გარშემო, მაშინ რატომღაც უფრო თავისუფლად ვგრძნობ და ნაკლებად ვფიქრობ შეცდომებზეო და უფრო გახსნილად საუბრობ. საინტერესოა მსგავს სიტუაციაში თქვენც ხომ არ ყოფილხართ, თუ დამიწერთ და გამიზიარებთ ამ გამოცდილებას, გამიხარდება, იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრს უთქვამს და სერიოზულად ებრძვიან ამ სირთულესაც ბევრი ადამიანი, ვისაც უცხო ენაზე საუბარი სურს. სოფომ წერს, რა საინტერესოდ საუბრობთ, მადლობა რომ გვიზიარებთ, გაიხარეთო. მიხარია სოფო, თუ კი საინტერესოა ჩემი საუბარი, ისე გეტყვით რომ მარტივი არა ასე პირდაპირ ეთერში გამოხვიდე და ისაუბრო და ამ ხრივ ბევრს ფიქრობ ხოლმე, რამდენად სასარგებლო და საინტერესოა თქვენთვის და ასეთი უკავშირები უფრო მეტ ძალას მატებს, მე ისევ მოკლედ გავაგრძელო ეს ჩემი საუბრები. დიახ, და მიხარია ძალიან რომ საინტერესოა. ხო, და მეუბნება რომ ესე იგი ალბათ ასეთი თქვენს შეგუმთხვევიათ თუ კი მოგიწიათ ასეთ სიტუაციებში ყოფნა და რატომ არის ასე? ალბათ ყველა ხვდებით და პასუხი ძალიან მარტივია, რადგანაც ესე იგი ქართველები ჩვენ რატომღაც უფრო კრიტიკულები ვართ ჩვენი თავის მიმართაც, აქ გამონაკლისი არაა, რომ მარტო სხვის მიმართ ვარ კრიტიკული. ანუ ჩვენი თავის მიმართაც ძალიან კრიტიკულები ვართ და სხვების მიმართაც კრიტიკულები ვართ. იმდენად, რომ ზოგჯერ დაუნდობლებიც კი და აქედან გამომდინარე ეს შინაგანი შიში ჩვენ გვაქვს და ამის გამო ამბობენ ადამიანები, მეუბნებიან, რომ როდესაც ქართველები არიან, ვერ ვსაუბრობ. და უცხოელები თუ არიან, არაო, იმიტომ რომ ისინი არ აქცევენ ყურადღებას, მე present simple-ში ეს დავაბოლოთ მესამე პირში თუ არაო. და თუ კი მე იმაზე არ ვფიქრობ, რომ ეხლა he plays უნდა ვთქვაო, მაშინ თავისუფლად ვიძახიო. და ისევ იგივე დასკვნამდე მივდივარ, რომ რა მნიშვნელობა აქვს, როდესაც რეალურად რაღაცის გაგებინება გინდა ადამიანისთვის, თუ კი ეს დაბოლოებას დააკლებ, ამით ხომ ქვეყანა არ დაიქცევა, ნამდვილად არ დაიქცევა, მაგრამ უბრალოდ ანუ ეს გრძნობა გვაქვს, რომ აუცილებლად საუკეთესოები უნდა ვიყოთ, კი, უნდა ვიყოთ საუკეთესოები, მაგრამ ანუ ეს განკითხვის მომენტის
ქონა ძალიან მოკლედ ნეგატიურად აისახება ჩვენზე, რაც უმეტესობა ჩვენგანში არსებობს ეს და კარგი იქნება თუ ამ მხრივაც გამოვიჭერთ ჩვენს თავს და რაღაცნაირად ისე განვაწყობთ ჩვენს თავს, რადგან განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ისე განვაწყობთ, რომ აი ამაზე არ ვიფიქროთ და ერთ-ერთი ყველაზე კარგი წამალი ამის არის ის, რომ გაერკვეთ, ანუ თუ ვინმეს ემართება ასეთი რაღაც, რომ ქართველების გამოცვაში უჭირს უცხო ენაზე საუბარი, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ამაში იქნება ჩემი ის, რომ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრჯერ მიზეზი არის ხოლმე გრამატიკის არცოდნა. ანუ თუ უცხო ენაზე სტრუქტურებში გარკვეული ხარ, განსაკუთრებით დროების საკითხებში, ძირითად დროებში, მაშინ ეს ბარიერი მეტნაკლებად დაიძლევა. ანუ შიში გაქრება, იმიტომ რომ გეცოდინება, რომ სწორად აწყობ წინადადებას. და ბევრს უთქვამს ჩემთან, რომ მოდიან ამ სავარჯიშოებითო ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც გადავჭერიო თქვენთან ვარჯიშითო, ეს არისო, ესე იგი, იმ ბაზის შექმნა, თუ რას უნდა დავეყრდნო, როდესაც რაღაცა წინადადების თქმა მინდაო. და აი მთელი გაკვეთილი არის ზუსტად აი ამაზე აგებული ჩემი გაკვეთილები, რომ გრამატიკულ კონსტრუქციებზე იყოს დაშენებული ლექსიკა და ეს ყველაფერი გაერთიანებული იყოს, გამოსული იყოს საუბარში. ამიტომაც თუ კი უფრო მეც იმაზე ვიფიქრებთ, როგორ დავაზუსტო და გავაღრმავო ჩემი ცოდნა თუნდაც გრამატიკულ სტრუქტურებში, რომ სწორად გავმართო წინადადებები, მაშინ მე მგონი სხვა რას ფიქრობს ჩემზე, ალბათ ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება და გაუფერულდება. ახლა გავაგრძელებ ისე კომენტარების კითხვას, თუნდაც კითხვაზე როგორ ხარ, პასუხი რომ არის fine, თუ გაიცი თურმე ეს ჩვენ არაპროფესიონალიზმს უსვამს ხაზს და ამ დროს უმეტეს ფილმებში ყველასგან ეს პასუხი მესმისო, აი დიანა გეთანხმებით აბსოლუტურად. დიახ, და რატომ არის ეს ყველაფერი? ალბათ იმიტომ რომ ადამიანს გაუჩნდეს ესე იგი ფიქრი, რომ მე არ ვიცი კარგად და უნდა წავიდე კიდე სადღაც სასწავლებლად და სულ უნდა ვისწავლო და ეს ხომ არარეალური არის, ანუ და არაგონივრული არის. ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ იმ მომენტში, ვისაც რა სიტყვა მოსდის თავში, უნდა თქვას, მთავარია რომ თქვას. ანუ თუ კი ამ წესს გავიხდით იმად, რა ქვია, წესად ჩვენ თავთან მიმართებაში, რომ მე მთავარია ვთქვა და სწორად ვთქვა და რომელიც გამახსენდა ის უნდა ვთქვა. ეს ის ძალიან კარგი მაგალითი იყო, მეც იგივე მიფიქრია, რომ თუ კი ავთენტურ მასალებში, ფილმებში, ვიდეოებში, რეალურ ცხოვრებაში ადამიანები ამბობენ, თუნდაც აი ხლა მაგალითად თქვენ მოიყვანეთ დიანა ფაინს, რატომ არ უნდა ვთქვა მე და თუ მე ვიტყვი, რატომ ვარ თქვა ცუდი მასწავლებელი, თურმე მე არ ვიცი სხვა სიტყვები. ეს ასე ნამდვილად არ არის და ანუ რა ვიცი, მის რეალობაში მართლაც არ არის და უბრალოდ ალბათ ინფორმაციის ნაკლებობა არის, რომ ბევრს ასე ხგონია. შეიძლება სხვა ადამიანმა სხვა ფილმში და ვიდეოში სხვანაირად გასცეს პასუხი ამ კითხვაზე როგორ ხარო, მაგრამ ის უბრალოდ ისე გასცე, ჩვენს ხომ ქართველებიც ქართულად ზოგჯერ მასე ვიტყვით, ზოგჯერ სხვანაირად ვიტყვით. მოკლედ აქაც იგივე შეიძლება თქვათ დასკვნის სახით. და ახლა ბოლო ნაწილისკენ მივდივარ და ბოლოში რა შემიძლია გირჩიოთ თქვენ, ვინც ახლა ხართ აქ პირდაპირ ეთერში, ან ვინც მერე ნახავს ამ ვიდეოს ჩანაწერში, ყველაზე მარტივი რა შეიძლება გააკეთოს ადამიანმა, რომელსაც სურს თავის თავზე მუშაობა, სკოლის მეთქი და სკოლაზე მიჩვეული რომ ვიყავი ადრე, არა, სკოლის არა, ანუ თავის თავზე მუშაობა მასწავლებელთან გაკვეთილების გარდა. რა შეიძლება გააკეთოს? ყველაზე მარტივი, დიახ, ანუ კიდევ ერთ რჩევას აძლევენ ხოლმე სხვა უმეტესი მასწავლებლები ვიდეოებშიც და ის ვიდეოებში ბევრი შეიძლება პროფესიონალი ადამიანიც არის, მაგას არ ვუარყოფ, რა თქმა უნდა, მაგრამ ალბათ უთოც რომ ჩართოთ, იქიდანაც ინგლისურს გასწავლიან და ვინც ბლოგერი გახდა, ასე ვთქვათ, და ვინც ასე გამოდის ვიდეოებს იღებს, ყველა მეთოდიკაში ვერ ერკვევიან. შეიძლება ინგლისური ძალიან კარგად იციან, შესაძლოა იქ უცხოენოვან გარემოშიც
უცხოვრიათ და ცხოვრობენ ან იქიდანაც აკეთებენ ამ ბლოგებს არ ვიცი, მაგრამ მეთოდიკა და ფსიქოლოგია და უცხოენის სწავლების მეთოდიკა არ გაუულია უმეტეს ვამბობ ახლა კონკრეტულად არავის არ გულისხმობ, ანუ მასობრივად რომ ავიღოთ უმეტეს ასეთ ბლოგერებს არ გაუვლიათ მეთოდიკა და ფსიქოლოგია და შესაბამისად მათი რჩევები ყოველთვის ზუსტი არ არის. და აქ კიდევ ერთ რჩევაზე გავამახვილებ ყურადღებას, როდესაც ისინი ურჩევენ ადამიანებს, რომ ვაიმე დედაც რჩევა დამავიწყდა რჩევა რა უნდა მეთქვა, რას ურჩევენ. დიახ, ერთი რჩევა გამახსენდა, რომელსაც ურჩევენ არასწორად მსგავსი იყო ისევ საუბართან. დიახ, გამახსენდა. ესე იგი, როდესაც ურჩევენ, რომ ინგლისურად რომ საუბარში ივარჯიშოთ, ესე თქვენს თავს უნდა ელაპარაკოთ. მე ვერ წარმომიდგენია ყველაფერს ვუყურებ რეალობაში როგორ შეიძლება მოხდეს. ერთია თეორია და სადღაც წავიკითხო რაღაც და ამოვიკითხო და მეორეა რეალურად რამდენად განხორციელებადია ეს რჩევა. ანუ ესე იგი ჯერ ერთი რომ რაღაც აზრები უნდა წარმოგექმნას თავში და მე ესე შენთვის ინგლისურად ილაპარაკო სახში, ანუ ილაპარაკო, დადიხარ და ლაპარაკო. ეს ცოტა არასერიოზულად გამოიყურება, კაი, მარტო თუ ხარ, თუ სხვები არიან, კი, სხვების თვალში არასერიოზული იქნება, მაგრამ მარტო თუ ხარ და საუბრობ, მაგრამ ადამიანი თავის თავს ასე მე ვერ წარმომიდგენი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აიძულოს, რომ ისაუბროს ასე რაღაცა. ანუ თემატიკის გარეშე ცრთულია უბრალოდ გააღო პირი და ილაპარაკო რაღაცები. ასე ვერ ილაპარაკებ. ამიტომ ჩემი პირველი რჩევა იქნება, რომ რაღაც პატარა ინგლისური ტექსტები მოძებნოთ, ინტერნეტი არის ამის დამხმარე საშუალება და ტექსტი იყოს პატარა ზომის, მარტივი, ამბავი იყოს რაღაც და ის რომ წაიკითხოთ და შემდეგ იმაზე ისაუბროთ, ანუ იქ რაც ინფორმაცია გაიგეთ, რა ამბავიც გაიგეთ, ის გადმოსცეთ ზეპირად. ამ შემთხვევაში უკვე გონება მოეწყო, გაიგო კონტექსტი და ამ კონტექსტის გადმოცემა აღარ უჭირს. მაგრამ ისე საერთოდ არაფერს უცბად აზრები უნდა წარმომექმნას და მე ინგლისურად თუ ვისაუბრებ, ვივარჯიშებ, ესიც არაგონივრული მგონია, მე პირადად ჩემი აზრია, შეიძლება სხვა ვინმეს ეს გამოუცდია და მუშაობს, არ ვიცი, თუ ამასაც გამიზიარებთ კომენტარებში, საინტერესო იქნება. მაგრამ ვფიქრობ, რომ არაგონივრულია და თუ კი თქვენ ასე კონკრეტულ ტექსტს დაეყრდნობით შინაარსობრივად, მერე იმას წაიკითხავთ, გარჩევთ და შემდეგ თქვენს თავს დავალებას მისცემთ, რომ ეხლა ეს ზეპირად გადმოვცემე, თუ რაღაცები გამორჩა კიდევ ვნახო, ანუ არ არის ეს ტექსტის დაზეპირება. არა, ამ ტექსტით გონებას მიაწოდეთ კონტექსტის შესახებ უკვე შეუძლია ისაუბროს. შეიძლება რაღაც სიტყვები დაგავიწყდეთ და ის საერთოდ გაატაროთ, რაც შემიძლია იმას ვიტყვი ხმამაღლა. ეს სავარჯიშო შველის ნამდვილად და შეგიძლიათ ასეთი სავარჯიშო გააკეთოთ. კიდევ ერთი ძალიან კარგი სავარჯიშო არის, ზუსტად ისევ წაკითხვაზე ვამბობდი, როდესაც წაიკითხავთ იგივე იმ ტექსტს, ხმამაღლა წაიკითხოთ. ხმამაღლა კითხვა ძალიან შველის, იმიტომ რომ თუ მე რეალობაში არ მყავს ადამიანები, ვისაც ვესაუბრები ინგლისურად, ან სხვა უცხო ენას ვსწავლობ და იმ უცხო ენაზე ვესაუბრები, მაშინ მე ჩემი თავის ხმა იმ ენაზე არ მესმის. და როდესაც მე არ მესმის, ჩემი თავის ხმა მე თვითონ არ მესმის, მე ვერ ვიტყვი ვერსად ვერაფერს ინგლისურად ან სხვა უცხო ენაზე. ანუ ჯერ ჩემი თავი ჩემ თავთან უნდა დარწმუნდეს, რომ მე შემიძლია ამ წინადადებების თქმა და უცხო ენაზე რაღაცის გამოთქმა. ანუ ხდებით თქვენი ხმა თქვენ ყურს უნდა ესმოდეს უცხო ენაზე. რომ სიტუაცია როდესაც წარმოიქმნება, თავისუფლად შეძლოთ იმ რაღაც წინადადების თქმა, რომელიც დაგჭირდებათ. და ამისთვის თქვენი ხმა თქვენ თვითონ რომ გესმოდეთ, საუკეთესო საშუალებაა ხმამაღლა კითხვა. დღეში თუნდაც ერთი გვერდი ინგლისურად გარკვევით და ხმამაღლა რომ წაიკითხოთ თქვენი ცოდნის ფარგლებში, ან თუ მასწავლებლები ხართ და ბევრი მასწავლებელი მყავს ძალიან ჩემს გვერდზე, ისინი მისმენენ, მოსწავლებს თუნდაც კლასში გაკვეთილზე წააკითხოთ ხმამაღლა და როდესაც დავალებად მისცეთ, ხმამაღლად კითხვით მისცეთ და სწროთ და გააფრთხილოთ, რომ ხმამაღლა წაიკითხონ, ესეც გარკვეულ პროგრესს შეიტანს თქვენი უცხო ენის სწავლებაში.
რა შეიძლება წაიკითხოთ ხმამაღლა და მე შემდეგ ეს ხმამაღლა წაკითხული გადმოსცეთ ზეპირად. ერთი ვახსენე რესურსი ინტერნეტ სივრცეში შეიძლება მოიძიოთ უამრავი და მეორე ძალიან კარგი არის ადაპტირებული წიგნები, აი აქ დავილაგე ეს ადაპტირებული წიგნები, ალბათ ბევრს გეცნობათ, აი ასეთი თხელი წიგნები რომ არის, Penguin Reading-ის გამომცემლობა, მე მგონი სულაკაურის გამომცემლობასაც აქვს. აი ასეთი ადაპტირებული წიგნები თქვენი დონის შესაბამისად რომ მოიძიოთ, იყიდოთ, ყველგან იყიდება ეს წიგნები და აქ უკან აქვს მითითებული დონე, ასევე აქვს მითითებული ამერიკული ინგლისურია თუ ბრიტანული ინგლისურია და თქვენ შეგიძლიათ ეს წიგნები შეიძინოთ და მარტივად წაკითხვადია და უბრალოდ შეიძლება ბოლომდე არ წაიკითხოთ, მაგრამ აქედან რომ წაიკითხოთ ერთი გვერდი და შემდეგ ეს წაკითხული შინაარს, იმიტომ რომ აქ ამბავია მოთხრობილი და არა აღწერითი ტექსტი. კიდევ სხვა ცალკე თემა, ალბათ ერთ ლაივს გავაკეთებ ტექსტების სახეობაზე, იმ ტექსტებიდან, რასაც სწავლობთ წიგნებიდან და სახელმძღვანელობიდან, რატომ ვერ ქმნით შემდეგ ზეპირმეტყველებაში საჭირო სიტუაციაში, საჭირო კონტექსტებს. ეგ კიდევ სხვა თემა არის, ძალიან დიდხანს განმგრძელდება ტექსტების სახეობებზე რომ ვისაუბრო. ახლა უბრალოდ ერთ რჩევას მოგცემთ, რომ აქ ამბებია გადმოცემული და თითოეული გვერდში რაღაცა მოკლე სიუჟეტებია, ამიტომ თუ კი ამას ხმამაღლა წაიკითხავთ და შემდეგ იმ ერთ გვერდს ზეპირად თქვენთვის გადმოსცემთ, ესიც იქნება ძალიან დიდი ვარჯიში თქვენი ინგლისურისთვის. მოკლედ, სულ ეს იყო რა რჩევების გაზიარებაც მინდოდა დღეს თქვენთან. ჩემთვის ძალიან სასიამოვნო არის ასე საუბარი და თქვენთან ინტერაქცია. ძალიან მიხარია რომ დრო დამითმეთ და მიყურებდით და მისმენდით. იმედი მაქვს რომ გამოგადგებათ, თუნდაც ერთი რჩევა რომ ვინმეს გამოადგეს და გააკეთოს და მინიმალური პროგრესიც გქონდეს, მას ჩემთვის ეს უკვე დიდი გამარჯვება იქნება ნამდვილად. ამ დღესამით დაგემშვიდობებით, ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ კიდევ ერთხელ მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.